სულისიათმინდისათან. ეს აგეთქოს სახალიფაში მოყვანილო მაგალითი რომ 10 კეთროვანი გაწმინდა განკურნა ღმერთმა. კეთროვანი კიდე რას ქვია? ესა ჭირი, უკუნებელი სენჯებდნენ დაავადება შავი ჭირი. და ასეთი ადამიანები 10 განკურნა ღმერთმა და როგორ განკურნა? უთხრა რომ ესე იგი რომ მივიდნენ დასახმარებლად. უთხრა რომ წადითო მოძღვარს ეჩვენეთო და რომ წავიდნენ გზაშივე განიკურნენ და მადლობის სათქმელად მოვიდა მარტო ერთი და ღმერთი ეკითხება ეს 9 სად არისო და 9 კიდე ესე იგი არ მოგუნდა მადლობის სათქმელად და ესე იგი მადლიერების ნდობა უნდა გქონდეს არა მარტო მაშინ როცა უკუნებენ ისინიდან განეკურნებით, არამედ უნდა გქონდეს ყოველთვის, ყოველდღიურად უნდა მადლობდეს მოცო კიდე ერთხელ ბაჩუკა, ყოველდღე დაბადების დღე ვარ სტუმრები. კიდე ისთვის უნდა მადლობდეთ, თუ ქრისტიანები ვართ, ესე იგი ჩვენ წამს რომ საშინელი ჩვენმა წამების ფასად გამოგვისყიდა ღმერთმა და ამიტომ უნდა მადლობდეთ ღმერთს, უნდა გავისმინოთ ყოველდღიურად, წმინდა მიგვარიგებენ, თუ რა ფასად გაიყო სამოთხის კარები, საშინელი ჩვენმა წამების ფასად. ჩვენც მინდა აღდგომით გაიხსნა სამოთხის კარები და უნდა მადლობდეთ ღმერთსა და ეს თუ გეხსოვება, მაშინ არ შეცოდაო. რატო? იმიტომ რომ იცი რომ როცა ცოდაო, ოსმანი ხარ მასხურის ხელში, ეკალი მასხურის გვირგვინში. მაგრამ ცოდვა გარეგნულად შეცოდავ თუ გქონებით ხან შური ერევა ადამიანს, ხან განკითხვა ერევა, ხან სიძულვინი ერევა. და რატო ხდება ეს? იმიტომ ხდება რომ ღმერთის გარეშე, როცა ჩვენში არაა ღმერთი, მაშინ ის ვარდება ცოდვაში, განსაკუთრებით განკითხვაში და როცა განკითხვაში ხარ, ღმერთის გარეშე ხარ. თუ გინდა მთელი დღე ილოცი, თუ გინდა იმარხულე ნათქვამი ეს მაგზე რომ არ ჯამს, არ სვამს, არ ძინავს და მაგრამ აკეთებს ღმერთის საწინააღმდეგოს და ეშმაკის მოვალეობა რა არის და ბოროტისულების რომ ყველა ადამიანი წაიყვანოს ჯოჯოხეთში. ღმერთის მოვალეობა კიდე რა არის? ღმერთის სურვილი რომ ყველა ადამიანი აცხონოს, ამის მაგალითია წავიდა პირველი სამოთხეში ავაზაკი. ღმერთს უნდა ყველას გადაჭიმა, გამოჩნდა ეროვნებისა, გამოჩნდა საწუნოებისა. ამიტომ შენ ღმერთის შვილობა თუ გინდა, შენც იგივე უნდა გინდოდეს. მაგრამ ერთია სურვილი და მეორეა კიდე ცხოვრება. მე ჩემ თავზე ხედავ რომ ხან განკითხვა მომაცებს, ხან გაგიზინა მომაცებს და ამიტომ მადლობა მეზო ჯეჯოების საშუალება გვაქვს ახსარებისა, ედმუნებისა. როგორც პირჭიდება დაბანვა დილას საღამოს ხვალისე უნდა დავიბანოთ, ასევე სული იწმინდება ახსარება ზიარების ედმუნით. და მადლობა ამას ამის საშუალება გვაქვს, იმიტომ უკრაინაში მართლმადიდებლები, მოძღვრები თახვიდეს და კონცერტებს აწვევდნენ ტაძრებში. ბერები გაღარეს იმ მონასტრიდან, სადაც 420 წელი გვამია. და ეს სახარებაში წერია, რომ ბოლო ჟამს გამეფთება ანტიქრისტე და ბევრი მოტყუდება და რატო მოტყუდება? ამიტომ რომ მოწუნებისთვისაც კი მთავარი იქნება მატერიალური. მოწუნებისთვისაც კი ევროკავშირი იქნება მთავარი. ხედავთ ამ მეცნიერებად ამ მეტირება. როგორ შეიძლება მთავარი იყოს ევროკავშირში? რა თქმა უნდა, მოწუნე რო ხარ, უნდა გინდოდეს რომ ყველა ქვეყნები ერთობაში იყოს. მაგრამ როგორ შეიძლება ქვეყნების ერთობა იყოს მიზანი? შეიძლება თუ მოწუნე ხარ, მიზანი უნდა იყოს ღმერთთან ერთობა. ღმერთთან ერთობის გარეშე რამდენს ვიცნობ რომ ევროპაში იბარავენ, ცხოვრობენ, აშურის იქ ცხოვრება, ასე იგი წამლიტდებიან და ერთი იტალიაში ყوახა და ჩამოვიდა და არ ვერ შემძლია იქანის ცხოვრება, იმიტომ რომ სავსე არისო წამალი და ნარკოტიკი, როგორც ახლა ჩვენ ნერვიან დააგრო ქართული კაცი ხდება ლოთობით, ლოთობა ხაზი, სასმელი ყოველთვის იყო წამლით რო ხდება. ისე ყოფილა იტალიაში და ისეა მთელ მსოფლიოში, ეს მათო საქართველოში კი არ ხდება.
მაგრამ ღმერთს თუ შეიყვარე ყველაზე მეტად როგორ შეიძლება ყიდოდეს სხეულის სიამოვნება როცა სხეულით ეწამა ღმერთი თრობა ვინო ახარებს უსაკაცისასა მაგრამ თრობა არა გადათრობა არასწორია ეს რამდენია რომ გული გვივდება ყველას და მეც მათ შორისო უკვე სკოლის ბავშვები რაღაცებს ხებულობენ ესე იგი იმას რა ქვია რასაც ნარკოტიკი ქვია საშინელება რატო ხდება ეს იმიტომ რომ ის ვინც ნარკოტიკს ებარება მისვლა ესე იგი ლოთები ხდება რა ვიცდება ღმერთი ავიცდება და ღმერთი რო ხილავია ეს ახლა მარტო კი არ ხდება რომ იმიტომ 21 საუკუნეა ეს ტელეფონიც ნარკოტიკზე უარეს იყოფილა ზოგი 6-7-8 10 საათი ესე იგი ნარკოტიკივითა დამოკიდებული ხდები ამიტომ ჩვენ ბავშვებს მოაჩვიოთ რომ საათი მაქსიმუმ თუ პატარებია 9 საათი მაქსიმუმ რაღაც დრო დაუნიშნოთ ჯობია ახლა იტიროს ბავშვმა თუ არ შეუსრულოთ მე ჩვენ ვიტიროთ მე მაგათ გამოსხივება აქვს უნებავის მომდება მე უმეტესობა სათვალებია სატარებენ და იმ დროს რა შეიყენებ თავისუფლად დროს ჩანს ვინ უფრო გიყვარს წუთი სოფელი რასაც ხედავ ფიზიკური თუ ღმერთი თუ იმ თავისუფლად დროს შენ არ გახსენდება ეს ქრისტიანული მოთმები ან დოკუმენტური ფილმების არქივში ამბობ არის დოკუმენტური ფილმი როგორ დაიწყო სოდომ და გომორი როგორ მოხდა წარღვნა გეოლოგიური და დოკუმენტური არ ამხატვრული ასევე ქალობებია წმინდა დაწვრილებებია ხადაგებებია მააპეისის იქნება თუ სხვა მადლობა ამაზე თუ შენ თავისუფლად დროს არ გახსენდება წმინდანები არ გაგამისგენ სურვილი ესე იგი უფრო გვას ის ასაც ხედავ და ამ დროს ასაც ხედავ ქრება წამში გარდაცვალების შემდეგ რჩება ის სული და სული მდგომარეობა კიდე ჩვენი ფიქრები და აზრები არის ჩვენი სული ამიტომ სანამ ცოცხლები ვართ შევიყვაროთ ღმერთი ყველაზე მეტად ამაში გეხმარება ხადები რო უყურებ გახსენდება რომ თვითშობილი ცოცხალია მამა ანტონია თუ წმინდა გიორგია თუ ცოცხალია და როცა უყურებ არასდროს ესე იგი ის არასწორი როგორც პროდუქტები რატომ ამდენი უკუნებელი სენი იმიტომ რომ გემოდიფიცირებული პროდუქტებია ასევე რასაც უყურებ რასაც უსმენს ადამიანი იმას დიდი მნიშვნელობა აქვს რამდენი აღიშავ ჩემი ასაკი მე ვარ 68 წლის ამ ხელას ისასტიკია ჩხუბი და მკვლელობა ოთის იყო მაგრამ ახლა რო უყურებთ რა ხდება ახალგაზრდებში ვიკვრის და ეს აინა ხდება არასწორი სერიალების უყურებით არასწორი მულტფილმების უყურებით არასწორი გადაცემების არასწორი და კიდე რა თავარია მატერიალური კეთილდღეობა თუ არ შეჯამ შიმშილი მოკლავს თუ არ შეესწამ სიცივე მაგრამ როცა თავარია ხდება მიზეზი შურისა სულისა ომებისა და ყოველივე ბოროტებისა მეთქმა მოგცეს ცოცხალი რწმენა ჩვენთან არის ღმერთი არს დაიყოს